სალამით თქვენ უყურებთ მთავარი კერძის გასვლითი, ესე ვთქვათ, შეკრება. მიმყოფებით ლას-ვეგასში, კონკრეტულად გორდონ რამზის საბურგერეში, ვიცით რომ გორდონს ძალიან ბევრი მიმართულება აქვს, მათ შორის ერთ-ერთი არის Hell's Kitchen-ი და საბურგერეც, რომელიც ესე ვთქვათ, უფრო ტურისტებზე აქვს გათვლილი და ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს. დაახლოებით 20 წუთიან რიგში, 25 წუთიან რიგში მოგვიწია დგომა, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ შემოსვლა თქვენთვის, მეგობრებო, ამიტომ უნდა გამოიწეროთ ეს არხი, რადგან ძალიან კარგ კონტენტ შემოგთავაზებთ სამზარეულოს ხრივ. Geo Events-ის და Geo Production-ის ადამიანები მყავს დღეს სტუმრად, ერთად ვართ სტუმრად ერთმანეთის. ამიტომ დავაგემოვნებთ გორდონის ბურგერს და ნახავთ და ვიტყვით ჩვენს შეფასებას. კრიტიკა ჩვენგან ალბათ ნაკლები იქნება, მაგრამ რაც იქნება, ნუ შემოგთავაზებთ. მიკუში. ბევრჯერ ხარ ნამყოფი? ლას-ვეგასში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ისე მოხდა რომ აღარ ვიყავი ნამყოფი. ძალიან მაინტერესებს ეს 25-წუთიანი დგომა, ვიღირდა თუ არა ამით. მე პირველად ვარ ლას-ვეგასში და აქაც პირველად ვარ და ძალიან მაინტერესებს მეც როგორი ბურგერი აქვს, თან როგორც ამბობენ, მთელ მსოფლიოში ძალიან განთქმული არის და ძალიან პოპულარულია რა. და მაინტერესებს როგორი იქნება. ბურგერი შეუკვეთეთ, მენიუ ხდებათ ესეთი საინტერესო და ბურგერი ბევრი არ გვიმსჯელია, პირველივე არჩევაზე შეუკვეთეთ, ეს არის ბექიარდ ბურგერი. საინტერესოა, 26 და 99 ღირს ეს ბურგერი. მადლობა უთხრათ ჩვენს პარტნიორს, ამ მოგზაურობის პარტნიორს, ასევე რესტორანი უბანი არის ჩვენი პარტნიორი ამ ტურნესი და მადლობა. იმედი მაქვს, ხშირად ვითანამშრომლებთ, წარმატებები მინდა გისურვოთ. ნამდვილად კარგი ქართული რესტორანი, რომელიც მდებარეობს ნიუ-იორკში. უფრო მეტი და მეტი, აგერ ლას-ვეგასში ძალიან ეხსნათ გისურვებთ. შენი პირველი პოდკასტი იყო უბანში. დავით ლაბაძე სადაც ჩავწერეთ უბანი და წარმატებები ჯიგრებო, კარგი ხალხია, ვიცნობთ, კარგად აკეთებენ მზარეულებიც და მიხარია რომ ქართული სამზარეულო ესე იყიდეს. აი ესეთი რიგებს გისურვებთ. გევასებად ბურგერები ისე. ისე რა, აქ ამერიკამდე ძალიან მიყვარს. ძალიან აქაურმა ან fast food ბურგერებმა ცოტა შემაზიზდა რა. მე მაგდონალდში მუშაობდი და მე თვითონ ვაწყობდი ბურგერებს. მე ვატარებდი ექსპერიმენტებს, ანუ ხო რაღაც სტანდარტულად ხო არის მაგდონალდში რაღაცები და მე ურევდი როცა მუშაობდი, ჩემ გემოზე იქნება ეს უკეთესია და რაღაც ამ ხოლმე ბურგერს ვაწყობდი ხო. ვინიცის რამდენჯერ მიჭამია და მიფიქრია რომ რაღაცა ნიტოა ეს ბიგმაკი. როცა ჩემთვის ვიმზადებდი ბიჭო, როცა ჩემთვის ვიმზადებდი. ექსპერიმენტი ხატარებდი, როცა გავდიოდი შესვენებაზე. რომელ ფილიალში თუშაობდა ხშირად ვიცავდა მე იმ ფილიალში გავლა ამერიკის საერთო. თქვენი აზრით მოყვება რამე რაც შეუკვეთოთ? ფრიდა ბურგერი. ფრიდა ბურგერი. ერთხელ მაქვს გასინჯული სხვათა შორის მე და სალომე ქათამაძე ვიყავი და ილია მახსოვს აქ ცოტა იქით ვისხედი და ნორმალური ბურგერი. ეხლა არ ვიცი ეს შეუკვეთეთ თუ არა, მაშინ ნახოთ მეგობრებო, ველოდებით. ნახავთ თქვენ ამ ყველაფრის მოტანას. ლოდენის გარეთ ლოდენის 25 წუთს კიდე აქვს. და ემატა მინიმუმ უკვე 1.5 საათი. ნიკო სხვაგან თუ გიწა, სამე თუ ვიცი კიდე ისეთი ცნობილი საბურგერი 10 წელი ხარ, რომელიც ამერიკაში. იცი რა არის ესეთი და პოპულარული და ესეთი ცნობადი არ მახსენდება. მაგრამ ისე რა ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესში ბევრი. გამწერებს უბრალოდ რომ გორდონ რამზი თუ არ იცით ვინ არის, აი ნახეთ, გაჩვენებთ ახლა ნაკვეთს. ეს არის ცნობილი შებზარეული ბრიტანელი, რომელიც ცნობილია თავისი ესე ვთქვათ სამზარეულოს გადაცემებით, როგორც არის მაგალითად MasterChef-ი, ჩვენთან ქართული ანალოგი სამზარეულოს ომები და სხვა ბევრი მოკლედ კულინარიული შეჯიბრებებიც და საკუთარი ტელეშოუებიც ისეთი საკმაოდ ცნობილია. ჩამოსულები ვართ ლას-ვეგასში, სადაც ვიღებთ მერაბ დვალიშვილს, რომელსაც 7 ივნის ნიუ-ჯერსიში, ნეუიორკში ჩაენიშნა ბრძოლა ქამრის დაცვა, რემატჩი ეგრეთ წოდებული შანომალთან და ჩვენ ჩართულები ვართ ამ ამბავში, ვაკეთებთ მერაბის რა თქმა უნდა გამარჯვების ავთერპარი, სადაც ყველას გეპატიჟებით მეგობრებო, ჩვენ Geo Events-ი, ამიტომ ამის ფარგლებში ვართ ჩამოსული.
ვიღებთ მერაბის განსხვავებულ ინტერვიუს, ექსკლუზიურ ინტერვიუს, როგორია მისი საბრძოლო განწყობა, ერთი დღე მთლიანი მერაბის. ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება. ბილეთების მობილიზებას დაიწყება, ეხლა ცოტა ხეში უკვე დაწყებულია ფაქტიურად, რომ ქართული სექტორი შეიკრას ევაკში და ვამბობთ ჩვენი სამბიოს ფრაზა ბრძოლა იქნება როგორც იქნება ოქტაგონზე, ისევე იქნება ტრიბუნებზეც. ქართველები უნდა გავერთიანდეთ მერაბის აგურშემატკივრად აუცილებლად. იმდენი ქართველი უნდა მოვიდეს, რომ მერაბი მიგზნოს თავის სახლში დაენი ძალა რაც არის მაყურებლების და გულშემატკივრების ეგ გადავცეს და მერაბმა თავის საქმე გააკეთოს ოქტაგონზე. ჩემი აზრით აქამდე მერაბის ყველა ჯგუფზე, სადაც კი ყოფილა ბევრი ხალხი, ყველაზე მეტი ხალხი მაინც ნევარკში იქნება ახლა. იმიტომ რომ ყველაზე მეტი ქართველი მაინც ნიუ-იორკშია, ნიუ-ჯერსიში და ყველასთვის მარტივია წასასვლელი. საინტერესო ბრძოლა იქნება, როგორი სტრატეგია ექნება, ეხლა რას შეცვლის, მერაბისაც აქვს გამოცდილება უკვე. თან ამბობს შენომარი რომ 70%-ით უფრო ძლიერი ვარო, ვიდრე წინა ჯგუფზე და მერაბი არის ჩემი აზრით, აი მთელი გულით ვამბობ, ყველაზე მეტად ჩანს პროგრესირება ყოველ ჯგუფში. ყოველი შემდეგი ჯგუფი რაც აქვს, არის 1000-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე წინა ჯგუფში. ან ტექნიკა როგორ დახვეწა, ან კარდიო ხო რაღაცა ფენომენალური. მერაბის კარდიო არის სწავლება თქვა, მას ვიძახი 25 წუთი მერაბისთან გალიაში. წერდა. აუ რა ვიცი, არ ვიცი. ტეიქდაუნების რეკორდი, ასე კუთნის რომელსაც მიხანებელი მოსდის რეკორდი. წარმოგიდგენთ. ყველაფრის რეკორდი. ივენთი ვახსენეთ, გვინდა რომ აღვნიშნოთ, რა თქმა უნდა, გრანდიოზულად მერაბის გამარჯვება, რომელშიც დარწმუნებულები ვართ. ივენთსაც გეგმავთ იყოს მოგრძალებულად გრანდიოზული, როგორც მერაბის უყვარს და შეეფერება რაღაცნაირად ესე. რომ უთხარით თვითონ რაღაცა ისე გამოხატა, რომ რა თქმა უნდა თავდაბალი კაცია მერაბი რაღაცნაირად. ხო და ეს ჩემპიონი კაცია, მაგრამ თავდაბალი კაცია და არ უყვარს. კომპენზურობა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის იმსახურებს და ჩვენი ჯეო ივენთის შესაძლებლობები კიდევ ერთხელ უნდა გამოვავლინოთ. პირველმა ივენთმაც წარმატებით ჩაიარა. ვაჩეს ივენთმა, აქაც უკვე მეორე ივენთსაც გეგმავთ და ასევე მალევე დაეწევა საზაფხულო ძალიან მაგარი მესამე ივენთიც და აი მეგობრებო, ესე გამოიყურება. ძალიან ლამაზად გამოიყურება ნამდვილად. ბურგერები გვაქვს უკვე. აბა წავედით. რას ვფიქრობ? სამგემრიელია. ora nu ai ჩვენთვის რაღაცნაირია. ვიყოდი რომ ცოტა სპეციფიური გემო აქვს რა. რაღაცა უცნაური გემო. ფორცის სისტემით თან მედიუმი უთხარით. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მოწონს. რასაც ვერ დაუყარგავ, ძალიან წვნიანია ფორცი. აი. ძალიან დიდი პომიდორებია შეგნით და არ არის კომფორტებული საჭმელი. და გემრიელი არის რა. რესტორნის ინტერიერი თუ იმჟელებ რაღაცა მაინც გაფრთხილია ცოტა ლაქსერი ბურგერის მოყვარულები, ლაქსერი ბურგერი. ეს რაღაცა ინგლის სახლი რო იყო ხომ საქართველოში. რაღაცა ეგეთ მომს. ახლა აღნიშნოთ ის რომ ყველაფერი აქვს ბრენდირებული. ხელსახოცები თვითონ ეს დიდიც მოდის თეფშები, რასაც ბურგერი დევს, დაბრენდილი და აურა არის თავიდან ბოლომდე გორდონული. სხვადასხვა ჩვენი ერთი ამბავი უნდა გავიხსენო. მახარა ჩვენი ძმა. მოვიკითხოთ მახარა და გელოდებით მახარა. გელოდები და რატო გელოდები ხა გეტყვი. სამზარეულოს ომებში რომ ვიღებდი მონაწილეობას ფინალი იყო მახარასთან რა. ვარსკვლავური პირველი სეზონის ძალიან დაძაბული ფინალი აღმოჩნდა. სალომეც მახარა ძალიან მოზარდებულები, ჩვენაც ძალიან მოზარდებულები და კარგი კერძები. რაღაცა ეტაპი ისე წავიდა, რომ მეტი სამოვიდა რაღაცნაირად ჩემს მიმართ ამ ერთ-ერთი შუა შესვენების დროს, სანამ მესამე ტური დაიწყებოდა, მახარამ ძმაკაცურად ჩამიარა გვერდზე. რა იყო შეჩემა გორდონა გამზადებდაო და
არ მომზადებდა გორდონა ძმა. გეპატიჟები გორდონას ბურგერზე რო ჩამოხვალ აუცილებლად. ჩემი აზრით 10-დან 5 ალბათ რა 5-6 მაქსიმუმ. ადიდან სპეციფიური გემო ხორცის პირველ რიგში დაანცე პამიდორია, ხახვია, ჯავე კიტრია და რა ძირეულ იმას ფარში რა. ხო, რაღაცა სპეციფიური გემო ქონდა ან ხორცს, ან соуს, ორში ერთი, რომელიც მე არ მომეწონა. მე პირადად ხორცს ძალიან მიწყნა. ერთი რაც ყველაზე არაკომფორტებელი არის დიდი პომიდორები და სალატის პროცესიც ძალიან ბევრი ქონდა. პატარა ზამები არ მეყო. თავის გემოზე გადაყავს თორე ხორცს მაგალითად ვერაფერს დავუწუნებ. წვნიანია და გემრიელი. მშიერი ტურისტი კარგად უბრალოდ გამოიბესყავს. და გავითვალისწინოთ, რომ ესეთი რიგებია, ამდენი ხალხი შედი გამოდის და ძალიან რთულია, რომ ესეთ მუშაობაში ის ხარისხი გეჭიროს, სადღაც კიტრი გაგეპარება კუდი, სადღაც ხამხურს ვერ დაჭრის სწორად და ეგ არის. ამიტომ ვახსენე რომ ტურისტული საბურგერია. საინტერესო დიდი ხანი არ ყოფილა საქართველოში. და დაწერეთ კომენტარებში რომელი საბურგერი არის საქართველოში ყველაზე კარგი გემრიელი და რომელს მიანიჭებთ ეს მაინტერესებს რამბორი. მაგ გვაინტერესებს მართლა დაახლოებით 3 წელია მე არ ყოფილა 2 წელია იქ 10 წელია და მაინტერესებს როგორ განვითარდა ეს ცივილიზაცია საქართველოში. ან ყველაზე კარგი ესეთი საბურგერი, რაც მახსოვს იყო ბურგერ-ბარი. კი, ჩვენი მოკითხვა ჩვენი მეგობრები. არის გოჩიტი, გოჩის ბურგერი. აი, გოჩიც ვეღარ მოვესწარ. ბურგერი არის ხა კიდე რომელიც არც შემთხვევით მაგალითად საქართველოში როცა ვიყავ ხა არ ვიცი ახარის ხევთ, მაგრამ როცა გავსინჯე ყველაზე კარგი იყო რაც საქართველოს სხვა ბურგერები დავაგემოვდა რა. მე გოჩიტის გავშვიდე გოჩის ბურგერი და ბურგერ ბარიში რა თქმა უნდა. თუმცა ზეთნაირად ითქვის ხო, მე გოჩიც ვერ მოვესწარი, უკვე აქეთ ვიყავ. კარგია რა მომეწო რაღაცა და არაფერ დამიწუნებია რა. ახლა არის დაბალი ხარისხი არ არის რა, სადაც არ უნდა წახვიდე ნორმალურ საბურგერებში, მაგრამ თუ დაიწყებ შედარებას, აი ოდინავ შეიძლება რომელიღაცა შეიძლება შენ გემოვნების ამბავი. დავაგდეთ სამივე, დავაგდეთ. სრული ლიკვიდაცია ჩემს თეფშზე, ესე ვთქვათ. აი მეც დავამარცხე საბოლოოდ. ბექიარდ ბურგერი, რომელიც შემოგთავაზა უკანა ეზოს ბურგერი. უკანა ეზოს ბურგერი. მეც ადგეთ მაიონეზის არ მომეწონა. ხო, რაღაცა მე მგონი თავისი მაიონეზი არ არის რაღაც. არასტანდარტულია, იმიტომ წეგა რომ დავინახე, ცოტა გავდა იმას. ჩიზი ხო არ არის თქო, გითხარი? ყველი ხო არ არა, უეჭველი მაიონეზი იყო. მაგრამ სავარაუდოდ ესე არის ამათი სპეციალია, ხო, რაღაცა განსხვავებული არაა როგორც სტანდარტული. მე პირადად არ მომეწონა ძალიან. ჩვენ მაინც გავაგზავნებთ ჩვენს გზას, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ არხს Geo Productions, Geo Events ამ დიდი გამოწვევებში. ჩვენი გენერალური ამ voyage-ის გენერალური სპონსორია კლინიკა U-Health-ი ნიუ-იორკში, ჩვენი მეგობრები დოქტორ მაიკი, დათო, იკაური სტაფი, გოგოები, ელენე, ნინი, ანი. მადლობა ჩვენთან მეგობრობის. ასევე დიდი მადლობა უნდა უთხრა ELT Groups სამშენებლო კომპანია ELT Group-ი, რომლებიც ბათუმში ოპონირებენ, ასევე როგორც ვიცით თბილისშიც უკვე აშენებენ საცხოვრებელ კორპუსს და ვითარდებიან რა თქმა უნდა, წარმატებები მინდა გისურვოთ, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენს გვერდით, რა თქმა უნდა GA Logistics ჩვენს მეგობრებს გიორგის, რომლებიც ერთ-ერთი მათგანია ამ ყველაფრის ორგანიზების, როგორ რასაც ქვია, ერაბის ავტერფარი და ასე შემდეგ, იდეა და ქართველების მობილიზება, ქართული სექტორი, რომელიც ბატონო, უბანი რესტორანი, დიდი მადლობა მეგობრებო, ქართული გემრიელი რესტორანი და ჩვენი პარტნიორია Georgian Star-ი, რომელიც ბრუკლინში არის ძალიან საუკეთესო ბეიქერი. ასევე Georgian Star-ი და გზავნილების კომპანია Sandax. რაღაც სცენაზე რა ვართ ეს. დიდი მადლობა, შოთიკოს დიდი მადლობა და ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც ამ voyage-ის პარტნიორია, წარმატებებით ყველა კომპანიას და წარმატებები ჩვენ. მადლობა მეერაბს და გამარჯვება მეერაბს, რა თქმა უნდა. ხო, გამოწერა არ დაგავიწყდეთ ამ არხის კომენტარებში გითხარით, დაწერეთ რომელია საუკეთესო საბურგერი თბილისში ამ შემთხვევაში. და ისიც დაწერეთ, ვინც ხართ ამერიკაში ნამყოფები და ვინც ახლა აქ ხართ ამერიკიდან უყურებთ, თუ გირჩევთ რომელიმე ცნობილ საბურგერეს
ეგეც დაგვიწერეთ კომენტარებში. მადლობა თქვენ უყურებდით თავარ კერძს. ჩემი სტუმრები იყვნენ ნიკუშა ნატრაშვილი, ირაკლი ფაჩულია, ჩვენ სამკაციანი გემრიელი პროდაქშენი და წარმატებები ჩვენ და წარმატებები თქვენ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. გვემეგობრებთ იყავით ჩვენთან.